რეჟიმის ტყვედ. ბიზნეს საჩუქისთვის ქუსი ატო ხაჭო დაბადების დღე იყოს მისთვის უკანასკნელი და მეტი აღარ გადაეხადოს. ძალიან კარგი ამბავი გავიგეთ დღეს მის დაბადების დღეზე მზია ამაღლობელმა დაანება შიმშილობას თავი. მადლობა მას ამისათვის. ყველა პატიმარს გამძლეობას უსურვებ. ბიჭები ძალიან მხნედ არიან. ისინი გაცილებით თავისუფლები არიან იქ ციხის კედლებში, ვიდრე დღეს ბიძინა არის თავის გამოქვაბულში. ამიტომ ჩვენ გამოვხატავთ დიდ სიხარულს, ბედნიერებას, ერთმანეთის ყურებით. მე არ მეგონა თუ ესეთი სითბო და სიყვარული ქუჩაში გავლისას გმირი დედა, გმირი შვილის დედა, არა, თქვენ ყველანი ხართ გმირები, ისევე როგორც ჩვენი შვილები, თქვენ ჩემთვის, დედებისთვის ყველანი ხართ გმირები. მადლობა დედებს, მამებს, დებს, ძმებს, ყველას მეგობრებს იმ ყურადღებისათვის, როგორ ყურადღებასაც იჩენენ ჩვენი შვილების მიმართ. მადლობა ფონდებს, რა თქმა უნდა, მადლობა ყველა ობიექტურ ჟურნალისტს, იმედის და პირველი არხის გარდა. ისინი არასოდეს არ არიან ქართველები, ისინი არასოდეს არ იცავენ ქართველი ადამიანების მოთხოვნებს. ამიტომ მე თუ ვინმე აქ პირველი არხიდან მოუწოდებ, ნუ ხართ მშიშრები, პირველი არხის ჟურნალისტები, გადადგით ნაბიჯი და გავედეთ, რომ ერთი დედა, რომელიმე ერთი, თუ გინდათ ერთი, დასვით პირდაპირ ეთერში. იმედი რა თქმა უნდა არ დასვავს არც ერთ მშობელს, იმიტომ რომ შიშრები, კურდღლები არიან იმედის ჟურნალისტები. ამიტომ პირველი არხი, რომელიც ჩვენით ჭამთ პურს, ჩვენით აჭმევთ ოჯახის წევრებს, შვილებს, პურს, გავედეთ ერთხელ და ერთი დედა, მარტო მხოლოდ ერთი დედა, თუ გინდათ მე, თუ გინდათ ზვიადის მშობელი, დასვით, აბა გავედეთ და დასვით ეთერში და ალაპარაკეთ პირდაპირ. მაგრამ ეს ერთხელაც მოვითხოვე, მაგრამ თქვენ ვერ გაბედეთ ეს, იმიტომ რომ თქვენ ხართ მონები, ბიძინას მონები, პირველი არხის ჟურნალისტები და ამიტომ ვერ ვედამთ ამას. იმედი რომ ისედაც მონობაში მუშაობს, ისედაც ვიცით ჩვენ. ამიტომ მადლობა მთავარ არხს, რომელიც ჯერჯერობით შეჩერებულია, მადლობა ფორმულას, მადლობა TV პირველს. იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ობიექტურად აშუქებენ ჩვენ ტკივილს. ჩვენ ხო ვიცით რამდენად ობიექტურები არიან ისინი, რასაც საუბრობთ, ისინი იმას აშუქებენ. მეც დამატებით არაფერს. ძალიან სამწუხაროა, სალომე ზურაბიშვილი, ჩემი პრეზიდენტი არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ ალბათ ძალიან სირცხვილია ყველა ქართველისთვის. მე მაგალითად დღეს შემრჩა,
როცა მას კვერცხები დაახალეს. ეს არის ყველაზე დიდი უზრდელობა, ყველაზე დიდი უმეცრობა. მეტი არაფერი არ შეუძლია ქოცებს.